იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, საზოგადოებრივი ადვოკატების ნაწილში მღელვარებას იწვევს და ისინი ამბობენ და ფიქრობენ, რომ ეს კანონპროექტი მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვის და მათი დამორჩილების მცდელობად აფასებენ, ასევე შიშობენ იმასაც, რომ ეს იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგმული, რასაც მათი ვარაუდით აუცილებლად მოჰყვება კიდევ უფრო რადიკალური ზომები. ისინი ამბობენ, რომ შემდგომი ნაბიჯი იქნება უკვე სრულად ადვოკატთა ასოციაციის დამორჩილება და გადაყვანა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ ისინი ამბობენ, რომ ახლა მოქმედების დროა, ამიტომ შეიძლება პირდაპირ თქვას, რომ განგაშის სიგნალი აქვთ ამ ადამიანებს ჩართული დღეს ამ კანონპროექტის გასაპროტესტებლად ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთანაც შეიკრიბნენ და მათ ასევე დაანონსეს ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას იმისთვის, რომ მოითხოვონ ყველა იმ პირის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს და ასევე მიმართავენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მაგნიტსკის სიაში შეიყვანონ ყველა ის დეპუტატი, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს ამივე მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდგომ უკვე ის შიში, რაც მათ აქვთ, რომ შესაძლოა ადვოკატთა ასოციაცია გადაიყვანონ იუსტიციის სამინისტროს შემოადგენლობაში, ამასაც მხარს დაუჭერენ, ამიტომ ეს არის მათი მოთხოვნა, რომ მაგნიტსკის სიაში იყოს ყველა ეს დეპუტატი შეყვანილი. თუ ჩვენ პრევენციული ზომები არ მივიღეთ და არ ავაგროვეთ ხელმოწერები, რომ ყველა ის პირი, რომელიც ხარს დაუჭერს ადვოკატთა ასოციაციის გადაყვანას იუსტიციის სამინისტროში, გამოვაცხადოთ პერსონა ნონ გრატად და მივმართოთ სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების, რომ მაგნიტსკიაში მოხვდნენ ყველა ის დეპუტატი, ვინც ფიქრობს, რომ ადვოკატთა ასოციაცია შემდგომში გადაიყვანოს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, ეს არის დიდი საფრთხე. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი აქეთკენ მიდის, იმიტომ რომ რაში ჭირდება პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებელი ადვოკატთა ინსტიტუტი იყოს ანგარიშვალდებული მის წინაშე. შემდეგი ნაბიჯი იქნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადასვლა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში. ეს ხალხი რო დააკომპლექტებენ საბჭოს და დირექტორს წარდგინებით დანიშნავს კობახიძე, თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში აღმოჩნდება ყოველგვარი დამოუკიდებლობა, მოისპობა, ყოველგვარი თავისუფალი ნება, ადვოკატის მოქმედების მოისპება, ვერანაირად არ ექნებათ არანაირი საშუალება და ამის შემდეგ მოვდგებიან ჩვენ ადვოკატთა ასოციაციაზე უკან წაიღონ ეს კანონი, შეეშვან აი ამ საზოგადოებრივ ადვოკატებს მისცენ უფლება, რომ დამოუკიდებლად ყოველგვარი მუქარის და ზეწოლის გარეშე განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. ნებისმიერ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ახალ ანგარიშვალდებული ამ შემთხვევაში და მას ექნება უფლებამოსილება, რომ ან დანიშნოს, ან გაანთავისუფლოს, ბუნებრივია ექნება ბერკეტი. საკმარისია მე აღმოჩნდი კონკრეტულ იმაში, რა ქვია, იერარქიის ქვეშ და მის ქვეშ, რა ქვია, სუბორდინაციის ქვეშ, ბუნებრივია მე ვიქნები იმაზე დამოკიდებული და ძალიან იოლი იქნება ჩემზე, ასე ვთქვათ, გავლენის მოხდენა. აი ეს პერსპექტივა გველის, ეს უკვე არის პირველი ნაბიჯი გადადგმული, აი იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში ადვოკატთა კორპუსი იყოს დამორჩილებული. როგორც ადვოკატები ამბობენ, ყველა საერთაშორისო ნორმა თუ პრინციპი მიხედვით ადვოკატები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ ყოველგვარი გარე ჩარევების გარეშე და მათი თქმით, სწორედ ეს კანონპროექტი ამ პრინციპებს და ნორმებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად ისინი მოითხოვენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი იქნას გაწვეული, თავის მხრივ კი თავად ანონსებენ იმას, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.